აღმოჩნდა ქალბატონი მარიამი და ქალბატონი მარინაც უკვე მუშაობდნენ აქ ბიბლიოთეკის თანამშრომლები იყვნენ. ქალბატონი მარიამი დაკომპლექტება დამუშავების გაყოფილებაში ბიბლიოთეკარად მუშაობდა ძალიან შვიდად წნარად ერთგულად და მაშინ უამრავი საქმე იყო მართლა დაკომპლექტებაში რომ მიტყვიან აი თავს ვერ წევდნენ მაღლა დიდი 10 საათიან 6 საათამდე გაბმულად მუშაობდნენ და არასდროს არც სამუშაოს გასცენა არც ძალიან კარგად ეკიდებოდა თავის მოვალეობას ძალიან ღირსეული და კარგი ქალბატონი არის ძალიან საყვარელი პიროვნება არის ჩვენთვის ქალბატონი მარინა რომ ძალიან ბევრი რამე მასწავლა მარინა იყო მომსახურების განყოფილების გამგეწლების განმავლობაში მარინამდე ძირითადი საწავის გამგე იყო მართალია არა სპეციალისტი იყო ფილოლოგი მაგრამ ბევრ სპეციალისტზე ბევრი იცოდა წიგნების დაინდექსებაში ბადალი არ ჰყავდა მთელი ფონდი რაც არის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თითქმის მარინას დაინდექსებულია და დაგეცებულია ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული ძალიან გული დაგწდა ამ ორი თანამშრომლის წასვლამ მარინა ნინიმ წაგვართვა პატარა შვილიშვილმა დავიცი ალბათ ყველა ძალიან დადებდა და ძალიან კარგად დაახასიათებს ამ პიროვნებას ნამდვილად რამე კიდე მეჭირო იყოს არავის არ შეენანება ამათვის ის საჩუქარი იქნება თვითონაც მუშაობა და ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და მაშინ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამოსა ქალბატონი მარიამი და ქალბატონი მარინა. მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამათგან. არიან ძალიან კარგი ქალბატონი მარიამა ძალიან ბევრი ისეთი ტრაგიკული დღეები გადაიტანა, ბევრი სიმძიმე, მაგრამ აი ჩვენთან ერთად იყოს და არ გვიბრძნია, აი მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი ტრაგიკული ბედის ქალბატონი ბრძანდება, არანაირი აი ესეთი, რომ ჩვენ შევწუხებული ყავით მაგის აი ესეთი მძიმებებით. არის ძალიან თბილი ქალბატონი, ძალიან შრომის მოყვარე, კარგი დედა, კარგი შვილიშვილების ბებია და მე უსურვებდი ქალბატონ მარიამს დიდხანს სიცოცხლეს მაროდეიდან ჯანმრთელობას იმ თქვენი ერთადერთი ექვა შვილისთვის და შვილიშვილებისთვის, რომლებსაც ძალიან უყვარხართ. მარინა, ქალბატონი მარინაზე გადავალექვა. ქალბატონი მარინა არის შრომის მოყვარე, ერთგული და რა ვიცი, აი მე მაგალითად პირადად მშვიდად კიდეც მიგისი აი ესეთი შრომის უღალატო ყველანაირ საქმეში. კარგი მეგობარი პირველ რიგში. კარგი ბებია, კარგი დედა და უსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს ჯანმრთელობას მარინა და კარგი იქნებოდა თუ კიდევაც ისევ ჩვენს გვერდით აი გაზრდიდა თავის შვილიშვილს რომ ბაღში მიაბაროს და ისევ ჩვენთან თუ იხილავდით ძალიან გამიხარდებოდა. გილოცავთ ამ დიდ ჯილდოს. მე თავს უხერხურად ვუწნო. ღმერთმა მოხდით არ ვიყავი თამაში აი ქალბატონი მარიამი რომ მოხდა იმ შეკვეცაში და შემცირება იყო სტატებით და მაშინ გასაგიანებზე იყო ნაპარაკი ხო და მე მცხენია ხო ბერჯერ რომ რომელიც ასე აი ბევრი სხვებით გავუშვით ჩვენ პენსიონერები რომლებიც სოფლებში ვართ ეს შეჩეული რო ხარ ადამიანებთან და მე გული მტკივა მე მცხვენე და ხოლმე რო უყურებდი ამათ შევხვდებოდი მე არაფერ შუაში არ ვიყავ მაგრამ ჩემს სობას მოხდა ისე მე კარგის მეტი არაფერი არ შემიძლია თქვა კარგი საიმედო ხალხი იყო მარიამი თავისთვის უპრეტენზიოდ აქეთ მარინა თავის საქმეს აკეთებდა ამისი რამშურდა იცი მარინასი აი მე საქმის გადადება ვიცი მაგრამ აი დღეს რომ შემიძლია ხვამიო ეს არა იმ წუთში აფორიახდებოდა და დღის ბოლოს ყველაფერი ქონდა წესრიგში სასიამოვნო ამ ხალხთან შეხვედრა რაც მოეთმა დიდხანს აცოცხლოდ კარგად იყო აი ხა მარიამის შვილიშვილი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში
მეორემაც რაღაც კონკურსში გაიმარჯვა. მის საქართველოში რაღაცაზე გავიდა და მიხარია რა ჩვენ სულ ვკითხულობთ მარიამ თქვენ ამბებს ლიას გვინდა რომ კარგად იყო იცოცხლო და მარინა ახლა ალბათ მეორე სათიკაზე არა ისე მე რო თვალს ვავლებ ყველაფერს წასულებს და ცუდი არავინ არ ყოფილა ჩვენთან და ამიტომ არავინ არ მახსოვს ცუდად არავინ არ მახსენდება ისეთ მუშაობდა ხალხი აი თავწარგული 10-დან 7 საათამდე ვიყავით ბნელში გავდიოდით იყო უამრავი წიგნი გასაკეთებელი და ეს ხალხი ეს 34 წელია ვმუშაობ მე ჩემს საბავშვო ბიბლიოთეკაში ესეთი გენერალურ გადმოვიდა ცენტრალში იმის მერე მე არა ადგენს თუნდაც იქ მუშაობ ჩემთან ერთად მუშაობ მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულების გაერთიანება გადასცემს გაერთიანების უმაღლეს ჯილდოს ქალბატონ მარიამ პრეულიშვილს სამსახურის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი, ხვალსმოსილი მუშაობის და საქმისადმი გამოჩენილი ერთგულებისათვის. ყოველი ადამიანი მისი საქმით დაფასდება. ასეთია დევიზი ჩვენი დიპლომის და მე მინდა მთელი სული და გულით გადმოგცეთ ეს უმაღლესი ჯილდო 79 ზანდებით და 40 წელზე მეტი ემსახურებოდით ჩვენს აღვალეს საქმეს. ამისთვის. ჩვენი მედალი ქალბატონ მარინა საბაშვილს სამსახურის სფეროში ხანგრძლივი, ნაყოფიერი, ხვალსმოსილი მუშაობის და საქმისადმი გამოჩენილი ერთგულებისათვის. ჩემი თანამშრომელი ყველა მეყარდა აბადედა სინემაში სურა გავარდნი სურამანთანა ვარ ძალიან მიყვარან სუვერენო შემოქმედებიან ხოლმე ციხარულთა ვები და ძალიან დიდი მადლობა ყველასა და რევანდეს ესეც უღრმესი მადლობა მადლობა გაიხარეთ გამრავდით ქვეყანა და მერტი ფარავდეთ დიდი მადლობა დიდი მადლობა მოჯახავ მიმაჩნდა ყოველთვის და კი წავედი მაგრამ მაინც ესე მიმეჩნია და ყველა ძალიან მიყვარს და პირადად თქვენ ძალიან დიდი მადლობა ადამიანს უბრალოდ მადლობაც რო უთხრა წასულ ადამიანს სამსახურიდან ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან სასიამოვნოა დიდი მადლობა დიდი მადლობა რომ ასე ლამაზად ემსახურეთ ქვეყანას და გამოხატა თქვენთან